გზაჯვარედინი. გამარჯობა ქალბატონო ენდერ. გამარჯობა მამა. გაგიმარჯოს. სანაპიროზე მიდიხარ? ხო, სელენი მელოდება. არ დააგვიანო. ზახში მე კი არა ისე გვიანებს. უფროსი რომ ქვია. დღეს ადრე მოხვედი? ადრე გავთავისუფლდი. რას აკეთებდი? შინიყავი? არა. ენდერს შევხვდი. საქმიანი შეხვედრა გქონდა. მართლა? საქველმოქმედო საღამოსთან დაკავშირებით ბოლო შეხვედრა გქონდა. მის ოფისში. ისედაც იმდენი პრობლემა აქვს და თქვენს დაუმატეთ? მართალი ხარ. ენდერი მნიშვნელოვანი საქმეებით არის დაკავებული. ჩვენ მას ვერ შევედრებით. ასეთი რა ვთქვი სუდე. ხანძრის გამო პრობლემები აქვს და სუდემ, რომელსაც შენ არაფრად აგდებ, ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის 100,000 ლირა შეაგროვა. როგორია? ეს რა თქმა უნდა უნიშნელო საქმეა. გილოცავ. კარგად გიმუშავია. მაგრამ რაც უნდა გავაკეთო შენთვის ენდერი, ვერასდროს გავხდები არა? საყვარელო. ისედაც მთელი დღე პრობლემებს ვაღვარებდი. დაძაბულობა აღარ მინდა. ხო, სამწუხაროა. ენდერი რომ მოგეყვანა ცოლად, ასეთი პრობლემები აღარ გიქნებოდა. იქიდან გამომდინარე თუ რისი კითხვა გინდა შენ საყვარელ თემაზე, დღეს არც ისე ეფექტურად ჩაულია. ასე ფიქრობ? სამუშაოთი არ დაგიტვირს თავსთავი. საღამოს კლუბში უნდა ვიყოთ. გახსოვს? ხო. ხო, მართლა. მირას ყველაფერში ნუ ეთანხმები. არ მინდა გუშინდელივით კიდევ ინერვიულოს. მკაცრად მოიქეცი. უნდა მიხვდეს რომ ცუდად მოიქცა. ნუ ნერვიულობ. არ შემოხვიდეთ. მამა შენი სად არის? სახლში მოსვლამდე გადაწყვიტა კლუბში დაესვენა. უფრო სწორედ შენთან შეხვედრამდე. შენს მემა დანაშაულებ? მამა ჩემთან ერთად მთელი დღე სასამართლოში ვიყავი. არ გაინტერესებს რა მოხდა, არა? ისედაც იცი, იამანი ხანძრის გამო დაიჭირეს. ბაბუა მუჩილა. სახლი მან დაწვა მერტ. სახლი რომ დაეწვა, სულ ელივით შიგნით დარჩებოდა? მაგრამ ეს სახლი თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია. ასე ბაბუა შენმა გადაწყვიტა. არა, სადაზღვეო თანხები უფრო მნიშვნელოვანია. საქმეს გადავხედე, რადგან შენობა ჯერ არავინ იცავს. სადაზღვეო თანხის მიღება შეუძლებელია. გასაგებია? ყველაფერი ვიცი. დაზღვევა არაფერ შუაშია. როგორ თუ არაფერ შუაშია, დედა? ზარალი აანაზღაურეს. თან იამანიც სახლიდან მოიშორე. როგორ მელაპარაკები? იამანი თავიდანვე არ იყო ჩვენი პრობლემა. საქველმოქმედო საღამოების ხალხისთვის ეწყობა, რომელიც ჩვენი პრობლემა არ არის, მაგრამ მათთვის ყველაფერს აკეთებ, რაც შეგიძლია. ხო, მაგრამ შინ არავინ მომყავს. ჩვენ საზღვრებს არ ვარღვევ. შენ გამოპასუხს ვაგებ. არავის აქვს უფლება იმაში დამადანაშაულოს, რომ ჩემს ოჯახს აბზრუნავ. იამანი უდანაშაულოა, მაგრამ ბაბუას გამო დაიჭირეს. თუ უდანაშაულოა,
სამართალი იზეიმებს. რა სიტყოდი მის ადგილას რომ ყოფილიყავი? ჩემი შვილი შენ ხარ. იამანი კი არა. გაუმართლა. შეხვედრამდე. ნახვამდის. რაც ეს ბიჭია გამოჩნდა მოსვენება დავკარგე. მისი წასვლის შემდეგ ამოვისუნთქე. არ ვიცი წავიდა თუ არა. ციხეშია ჩემო კარგო, დღეს დილით დააპატიმრეს. ხო. მნიშვნელობა არ აქვს. სამსახურის სიყვარულს საზღვარი უნდა ქონდეს. პოლიცია დამნაშავეებს აპატიმრებს. სელიმი ათავისუფლებს და ჩვენ სტრესში შემოყავს. ენდერი კი შრომის მოყვარია. ყველაფერს მიხვდება, როცა ძვირფასეულობას დაკარგავს. გამარჯობა სელიმ. საუბარი შეგაწყვეტინე სუდე. ხო გააგზელე. ნუ თუ ტყუილი ვთქვი. ის ბიჭი მხოლოდ თქვენ ცხოვრებაში კი არა, ჩვენ ცხოვრებაში შემოიჭრა. ასე არ არის? რა თქმა უნდა. ჩვენ შვილებს ხვდება. მათთან ურთიერთობს. ამიტომ არასწორი გადაწყვეტილება იყო. ბოლოს და ბოლოს ყველა მივხვდით რომ ცლარი გადაწყვეტილება მიიღე. ასე არ არის? როგორ შეიძლება სახლში სრულიად უცხო ადამიანი შეუშვა? ასე რატომ ლაპარაკობ სუდე? ჩვენი წრის კარი ყველა მომსვლელისთვის ღიაა. ო, მაგრამ ის ბიჭი ჩემსავით და შენსავით ღარიბი რაიონიდანაა. სანამ ენდერცოლად მოვიყვანდი, უბრალოდ სელიმი ვიყავი, დემირბახჩიდან. შენ კი სანამ ფარუქს გაყვებოდი, ასუდე იყავი, ჩაკილტაშიდან. მე ვამაყობ ჩემი წარსულით. ეს ერთი და იგივე არ არის. იქნებ მანქანის გამტაცებელს გვადარებ. ჩემს წარსულს ბნელი ლაქები არ აქვს. შენი წარსული კი ნამდვილად არ ვიცით. არა, ცხადია არ ვადარებ, მაგრამ შესანიშნავად მივხვდი, რა ვიგულისხმე. იმ ბიჭმა ჩემი სახლი დაწვა. ტყუილია. არ გინდათ. ჯობია ხვალინდელ საღამოზე ვილაპარაკოთ. არა, ერთი წუთით. ხვალინდელ საღამოზე დასალაპარაკებლად ისედაც ბევრი დრო გაგვთ. დღეს უდანაშაულო ბიჭი დაიჭირეს. მერწმუნეთ, ეს სხვა დანარჩენზე უფრო მნიშვნელოვანია. მაშასე. აქ დავილაპარაკოთ თუ უფრო მშვიდი ადგილი ვიპოვოთ. ითხარით. აქ ჯობია თუ სხვაგან? აქ ვილაპარაკოთ, რადგან როგორც სუდემ თქვა, ეს ყველას გვეხება. და მგონი მართალია. კარგი. ბატონო ასიმ. სასწრაფოდ უნდა გამოიტანოთ საჩივარი და იამანი გაათავისუფლოთ. აქ მოსვლამდე რამდენი დალიე? ასე პირველად მელაპარაკები. არა. უბრალოდ მინდა გაიგოთ, რომ ამ საკითხში საკმაოდ სერიოზული ვარ. სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ. ჩაის გაგიმას მიზღდებით. მადლობ. პატარავ. მოდი ჩაი მაინც დალიე. შვილო, შიმშილობა გამოაცხადე? არაფერი გიჭამია. ჩაი მაინც დალიე. ორგანიზმა რაღაც ხელი უნდა მიიღოს. გემის ბიჭო, რატომ არაფერს ამბობ? რა, არ ვკადრულობ? ცხვირი ზემოდაწია. რა თქმა უნდა. ის ხომ ძალიან მაგარია. ამიტომაც ცხვირს ყოველთვის ზემოთ ასწევს. შერა, ტვინი საერთოდ არ გაქვს? ხანძრის მოსაწყობად სხვა სახლი ვერ იპოვე? არ იცოდი, რომ ასეთ ადამიანებს ვერ აჯობებდი. ჩვენთან ლაპარაკს არ ვკადრულობ. ვინ ახარ? თავი ვინ გონია? ვინ? წადი შენი. თავი დაანებე. ამას გაგახსენებ. სეირს გაჩვენებ. თავი დამანებე, მომჩორდი. წადი. როგორ მიბედავ? როგორ მელაპარაკები? თავი დაანებე. ერთი ამას შეხედეთ. დაჯექი. ფეხებზე დაიკიდე. არავინ იცის ვინ არის. ანარქისტი ან ტერორისტი. არავინ იცის.
სახლს რატომ დაწვავდა? 100%-ით რაღაც გააპროტესტა. აქცია მოაწყდა. მართალი ხარ, თავი დაანებე. კარგინა მასთან ურთიერთობა. ერთი კარგად შეხედე. ნახე რა ტიპია. ნახონდის ბატონო. გვადლობ. სელიმმა ყველას თვალწინ შეურაცხყოფა მომაყენა. შენ კი სიტყვაც არ გითქვამს. მითხრა ღარიბ კვარტალში ცხოვრობდიო. შენ კი გაჩუმდი. ო, ის კარგად არ... რატომ არ უპასუხე? ერთი სიტყვაც არ თქვი ჩემ დაცაცავად. მისთვის პასუხი რომ გამეცა არ გამოდიოდა. ისე რომ იცოდე შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. ასუდე ქვია. როცა ერთმანეთი გავიცანით, ჩაკილ ტეპეში ცხოვრობდი. ამაში სამარცხვინო რა არის? ჯანდაბა, ასე რატომ გეშინია? მასთან ყოველთვის იძაბები. შენი და ინდერის ურთიერთობის გამო იძულებული ხარ გაჩუმდე. მორჩისუდე. ეს 100 წლის წინ იყო. ამას ვისე უბნები. თქვენი ურთიერთობა ჯერ არ დამთავრებულა, ისევ გრძელდება. მორჩი თორემ ზედმეტი მოგდის. დღეს შეტყობინებებს უგზავნიდი და ურეკავდი. ასე არ იყო? არც კი უარყოფ? იმიტომ რომ ეს სიმართლეა? ისე ვენდერს ხვდები? რას ამბობ? სელიმისთვის უნდა მეთქვა. ყველასთვის უნდა მეთქვა, რომ მისი კეთილშობილი ცოლი და ჩემი პატივცემული ქმარი ყველას გატყუებთ. მაგრამ არაფერი ვთქვი, რადგან ასეთ დონეზე არასდროს დავეცემი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ გავჩუნდები. ნამდვილად ავადმყოფი ხარ. ჩემ თვალწინ გელაპარაკებოდა და სიტყვას არ უთქვამს. შეტყობინებებს გიგზავნიდა და არც ეგ თქვა. მორჩა, ბავშვი არ ვარ. სამაგერო ცულელი ხარ. იცი ახლა შენ სანგარიშებს ვინ მიხდის? ენდერ სერეზი. ფულის გამო თავი რომ შემეხსენებინა მთელი დღე შეტყობინებებს უგზავნიდი. მერე ვეღარ მოვიწმინე და დავრეკე. გასაგებია რატომ არ თქვა რომ მე ვრეკავდი. ჩემი შერცხვენა არ უნდოდა. ამ კრიზისს თავი რომ დავაღწიო, ენდერს ფული ვესესხე. ახლა როგორ ხარ? შენი არ მჯერა ფარუკ. არ გესმის რა მდგომარეობაში გვაყენებ. ენდერს მოწყალებად ხოვე? $500,000 მოწყალებას ვერ დაახნევს უდე. სიგნალის შემდეგ დატოვეთ შეტყობინება. ორკუნ დამირეკე გთხოვ. უნდა ვილაპარაკოთ. გთხოვ, გეხვეწები. გემალება. უნდა მითხრას რა მოხდა. იამანი ეჭვიანობის გამო კინაღმცემით მოკლა. მან კი შური იძია და სახლი დაწვა. სულ ეს არის. აი ასე მოხდა. სულაც არა. რას გულისხმობ? იმას რომ ორკუნი ეჭვიანობს თუ იამანმა შურის ძიების გამო სახლი რომ დაწვა. მგონი ყველაფერი ზუსტად ასე მოხდა. რატომ არ მირეკავს? ტელეფონი რატომ გამორთო? ძვირფასო, უბრალოდ განერვიულებს. რომ იცოდე, პირველი თვითონ მოვა. ნუ დარდობ. როცა დამშვიდება, მიხვდება რომ შეცდა. მიხვდება რომ მაწანწალაზე ეჭვიანობით შეურაცხყოფა მოგაყენა. თავად უნდა გაებულდო. ასე უნდა მოიქცე. შენი ნაჩუქარი ფული იმ ბიჭს ისე მისცა რომ არ ჩერცვა. დარწმუნებული ხარ? საკუთარი ყურით გავიგონე ორკუნ. ეილიულს უთხრა, ჩანთას იმიტომ ვერ გიყიდი რომ ფული იამანს მივეციო. სულელი, არ იცის რომ უკვე მსხვერპლია. იმ ბიჭს მხოლოდ ფული უნდა. ვიცი უცნაურად ჟღერს, როცა ამას მე ვამბობ, მაგრამ მირა ნამდვილად გაუწონასწორებელი ადამიანია. შენზე საერთოდ არ ფიქრობს. რომ ფიქრობდეს, მას არ აირჩევდა. ჩვენ კი ისევ მალულად ვხვდებით ერთმანეთს. მოემზადე, მალე მშობლები მოვლენ. მიდი.
შენს დაძახილზე აქ აღარ მოვალ. ჰალე, მთელი დღე იკარგები. მე მირეკავ და მეუბნები რომ მჭირდებიო. შემდეგ მირაზე ბრაზდები და ბოღმა ჩემზე ანთხებ. გულს მტკენ. წადი თორემ ისევ თავიდან დაიწყე. იმ ნაძირალას გამო ცეცხლში გადახდი ორგուն. როცა მირა სიმართლეს გაიგებს, მიგატოვებს. ეს რას ნიშნავს? იმას რომ საერთო საიდუმლო გვაქვს და წესიერად აქ რას აკეთებ? მე ის საფარი როგორ ხარ? უბრალოდ მივდიოდი. ეს რენტგენოლოგი ისევ გვითვალთვალებს? მერდია. შეგიძლია მირას უთხრა რომ მასთან დალაპარაკება მინდა. რაზე უნდა ილაპარაკოთ? მერდ. მირა, გამარჯობა. იამანი როგორ არის? ცუდ ხასიათზეა. ძალიან ცუდ ხასიათზე, რადგან დააპატიმრეს. ხო, რა? ხო, სამწუხაროდ. ესე იგი თქვენებმა საჩივარი დაწერეს. საშინელებაა. მეც ვერ დავიჯერე, უბრალოდ მამაჩემი, უпроსტორეთ ბაბუაჩემი, მაგრამ დედაჩემი ძალიან მძიმეა. რთული სიტუაცია. ძალიან რთული. ძალიან რთული სიტუაცია. ხო. გამარჯობა. ღმერთო ჩემო. ლაპარაკი შეუძლია? რამდენი მიუსაჯეს? არ ვიცი. თან ის საქმეც არ გამოვიდა. ფული უნდა დაგიბრუნო. აი, გამომართვი. დიდი მადლობა. გამშვიდობისა და ნახვამდის. კარგად. დროებით. ახლა სამეთყველო ენა გამოიგონეთ თუ რა ხდება? ეს სკოლულებიანი ბიჭი რას ლაპარაკობდა? ფული მოგცა? აიღე. ეს რა არის? შენი ჩანდა. რა? რას აკეთებ სელიმ? მამა ჩემმა დამირეკა და მითხრა რომ დაიმუქრე. ესე იგი ეს ოჯახი შეიძლება ასე იოლად დაინგრეს? ასე იოლად? ვიღაც მაწანწალამ, რომელიც თითქოს შენ გავდა, მოვიდა და ჩვენი ცხოვრება დაანგრია? დღეს საღამოს არ დაგელაპარაკები, რადგან არ მინდა გაწყენინო. უკვე მაწყენინე ზურგი რომ შემაქციე და წახვედი. უკვე მაწყენინე რომ შენს ოჯახს ის ბიჭი ამჯობინე. რაზე ლაპარაკობ? სწორედ ამიტომ არ მინდა ამ საღამოს შენთან ლაპარაკი. ვერ იგებ. ვერც შენ, ვერც მამა შენი და შენი საყვარელი მეზობლები ვერაფერს იგებთ. როგორც გაწყობთ, ყველაფერს ისე ფიქრობთ. ყველაფერს. ალისას საოცრებად აქვეყნის მსგავსი სამყარო შექმენით. ხო, ცხოვრებაა ასეთი. და ყველა მოვლენას ისე ხედავთ, როგორც გსურთ. მაგრამ თქვენი ეგრეთ წოდებული სამყარო იმდენად დახურულია, რომ იმის იქით არც კი იცით რა ხდება. ვინ როგორ ცხოვრობს? არაფერი არ იცით. საერთოდ. მარტო თქვენი თავი გაინტერესებთ. ისევ იმაზე ლაპარაკობ. დაბალი ფენის წარმომადგენლებს გულგრილად ეპყრობით. ამიტომაც თქვენთვის იოლია მათი განსჯა. ერთი დამორჩა. ეს განათლებულია. ეს გაუნათლებელი. ეს მაღალია, ის დაბალი. ეს დამნაშავე, ის არა. ეს მაწანწალაა და ასე შემდეგ. შენ რა იცი ენდერ? ვის იცნობ? რა ცხოვრება გამოიარე ამის გარდა? ო, ეს ბიჭი ჩემს ახალგაზრდობას მახსენებს. მახსენებს, რომ ჯერ კიდევ არ ვიკუთვნი ამ წრეს. ამ ცხოვრების უსამართლობას მახსენებს.
გაურებულ ცხოვრებას. სანამ თქვენ გადაწყვეტილებებს იღებთ, ჩვენ უსამართლობას ვებრძვით. ხო, ეს სიმართლეა. მაგრამ ოდესღაც ოდესღაც შემა სამყარომ დაგაინტერესა. სიყვარული მოკვდა? თავის დროზე ჩემით ამაყობდი. ძალიან აფასებდი იმას, რომ ჩემი ცხოვრებისთვის ვიბრძოდი. ნუ თუ ამის გამო არ შეგიყვარდი. მაშინაც იცოდი, რომ არასდროს გავხდებოდი ისეთი, როგორიც მამა შენს უნდოდა. იცოდი, რომ ყველას ვერ დავემსგავსებოდი. მე კი ყოველთვის ვიცოდი, რომ ეს შენც არ გინდოდა. იქნებ იმიტომ გაბრაზდი, რომ ამდენი წლის განმავლობაში ეს ვერ შეძელი. იქნებ იამანი ჩემს თავს გახსენებს და ამიტომ ხარ ასეთი აღელვებული. ალბათ ამიტომ ამცირებ და გძულს. არა? არა. გინდა თუ არა სხვა ცხოვრებაც არსებობს. ის თქვენი ცხოვრების გვერდით არის ძვირფასო. უბედურება და სიღარიბე არსებობს. თითქოს ამის შესახებ ყველაფერი იცით. მაგრამ ამის მოგვარება საქველმოქმედო საღამოებით არ შეიძლება. გესმის პრინცესა? საყვარელო. ეს მხოლოდ გაგებითა და პრობლემის გაცნობიერებით გვარდება. გესმის? იამანის მსგავსი ადამიანები იმდენად არ გეცოდება, რამდენადაც შენ მეცოდები. შენ. გესმის, საყვარელო? მე კი მისი საყვარელი ფუნთუშები გამოვაცხე. მეგონა იძინა, მაგრამ ბატონი სელიმი დილით ადრე წასულა. ერთი მაინც შეჭამეთ, სანამ ცხელია. საკმაოდ მსუბუქია. მირთვით. მერტ. სად მიდიხარ? არსად, უბრალოდ ცოტას გავისეირნებ. იამანის ანახავად მივდივარ. არა. ხო, მაგრამ მამა მართალია დედა. სახლშია? ენდერ. აქ ვარ. არსადაც არ წახვალ. დილამშვიდობისა. დილამშვიდობის. გამარჯობა. დაპატიჟების გარეშე მოვედი. როგორ ხარ, მერტ? კარგად. და როგორც ყოველთვის თქვენ შესანიშნავად გამოიყურებით. სასიამოვნოა დილიდან კომპლიმენტების მოსმენა. ხო, შესანიშნავად გამოიყურები. არაჩვეულებრივად. შეიძლება ითქვას შენი წყალობით. ამაში ხომ ფული შენ გადაიხადე. რომელი ფერი სჯობს? ვარდისფერი თუ იასამნისფერი? ორივე შევუკვეთეთ, მაგრამ ვერ გადავწყვეტე რომელია ვირჩიო. მინდა უცებ თქვა. ნახვამდის. ბაღში დამელოდე, ახლავე მოვალ. რა სიტყვი? იასამნისფერი იყოს. მაპატიე, მაგრამ რამე ისი არ თქვი? თუ არავინ იცის, რომ ფული შენ მოგვეცი? ყოველი ჩეკის გამოწერის შემდეგ ოჯახს ანგარიშს არ ვაბარებს უძე. რა თქმა უნდა, შენ ხომ ენდერ კაია სერეზი ხარ. სხვებივით მეც მშურს შენი. კარგი, ესე იგი, იასამნისფერი არა? მეც ასე ვფიქრობდი. იასამნისფერი შესანიშნავი იქნება. კარგი, აღარ შეგაყოვნებ. ნახვამდის. ნახვამდის.
დედა, გთხოვ, ნუ შემაჩერებ. იამანი უნდა ვნახო. იქ როგორ მივიდე? თუმცა ინტერნეტში ვიპოვე. უბრალოდ არ ვიცი, პაემანის უფლება როგორ მივიღო. შეიძლება უარი მითხრან, მაგრამ იამანმა უნდა იცოდეს, რომ ვიყავი. უნდა გაიგოს, რომ არ მიმიტოვებია. დედა, გვერდში დგომა ძალიან სჭირდება. გთხოვ. ერთად წავიდეთ. რა? მე ჩვენთან ერთად მოვდივარ. ნევინ გოპერ, წამოდი, თავისუფალი ხარ. გამარჯობა, ხელი ჩამართვება არ შეიძლება. კარგად ხარ? კისერზე რა გაქვს? არაფერი. გუშინ არაფერი გეტყობოდა. რა მიმოხდა? უბრალოდ გაეკაცრა ძმაო. ნუ უყურებთ. რატომ მოხვედით? ეს ხომ ქუჩის მაწანწალაა. იცი ამაში ბრალი მეც მიმიწვის. ხანძრის გამჩენი ბიჭუნა. ეს კალბატონი შენი მეგობარია? ჯუმად. მაშინ იმდენი ცეცხლია, რომ არ მესმის ხანძარი რაში დაჭირდა. იამანი. მოკლავ. მან რა ხდება? ხედავ რას ვაკეთებ. შეხედე? შეხედე? შეხედე, შეხედე. არ გინდა, არ გინდა. არ გინდა. ასე თუ იტირებ არ ითამაშო. სიურპრიზი. იქ ვერ დავტოვე. თავდებით გამოუშვეს. მე გადავიხადე. დედამისის გათავისუფლებამდე ჩვენთან დარჩება. ეს ქალი ვინ არის? დედა? შვილო. შვილო, ძვირფასო. დედა. კალბატონი ნევინი დღეს გაათავისუფლეს. გმადლობ. შესანიშნავი იყო. გმადლობთ. შიშოფეს ნიჭე ამ ოთახში ისე დაიკარგება, რომ დღის სინათლეს ვერ ნახავს. ჩემს გულში მუსიკა არასდროს გაქრება. ეს რომ ვიცი, შენი ნაბართვის გარეშე რაღაც გავაკეთებ. ნიუ-იორკში, ჯულიარდის კონსერვატორიაში მოთხოვნა გავაგზავნე. ჩანაწერიც გავაგზავნე. არა. მირა. მინდა იმ სფეროში მიიღო განათლება, რომელიც გიყვარს. ძალიან ნიჭიერი ხარ. მე არ მინდა პიანისტი ვიყო. უბრალოდ სიმღერა და მუსიკის შექმნა მიყვარს. მეტი არაფერი. რაც გინდა ისქენი. გთხოვთ, იმაზე
ნუ მაუცნებებთ, რაც არასდროს ამისრულდება. ასე უფრო უბედური ვიქნები. ესე იგი, ბედნიერი იქნები, თუ ასიფ შეკიპკაიას უნივერსიტეტში საფინანსო ფაკულტეტზე ისწავლი. ხომ იცით, რომ ჩემ მაგივრად გადაწყვეტილება უკვე მიიღეს. დედა ჩემთან ბრძოლა შეუძლებელია. ასიმ შეკიპკაიას უნივერსიტეტში საფინანსო ფაკულტეტზე უნდა ვისწავლო. შემდეგ ასპირანტურაში. როცა დავბრუნდები, გათხოვებამდე საერთაშორისო ფირმაში ვიმუშავებ. ცხადია, ცუდი პროგრამა არ არის, მაგრამ ბედნიერი მაშინ იქნები, როცა იმას გააკეთებ, რაც თავად გინდა. ბაზრობა სულ დამავიწყდა. როგორ თუ საჩივარი გამოიტარა? არ ვიცი. არა, მამა ჩემ ამისთვის ფულის მიცემის უფლება არ მოგცა. რა ფული? გრძელი ამბავია, მე მოგიყვები. უბრალოდ შეეშინდა. კენანი ხომ გამოვა ციხიდან. იცის რომ კარგი დღე არ დაადგება. ძმა უნდა ვნახო. ალო? მირა? ალო? მირა ვინ არის? გისმენ მირა? მირა გავდი? ხო. იამანი გაათავისუფლეს და მინდოდა მეთქვა. ხო? ახლა სად არის? აქ? როგორ არის? დედა შინ წავიდეთ. არ მინდა ვინმე ხელი შეუშალოთ. მოიცა, ერთი წუთით. შენთვის არ მithქოს მირა. სად მიდიხარ? ხო, ნუ ჩქარავთ. დარჩით, ვილაპარაკოთ. ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ. წასვლას მოვასწრებთ. მაგარი ხარ დედა. ჯერჯერობით აქ არის, მაგრამ ჯერჯერობით. გამარჯობა. როგორ ხარ? კარგად. მირა, სად დაიკარგე? ტელეფონიც გათიშული ქონდა. იოგაზე ვიყავი. უკეთესი იყო სილამაზის სალონში წასულიყავი. ისევ ფორმაში ხარ. მირა. არ დაიჯერებ ისეთი რა მოხდა? რა? დღეს ჩათა ვიყიდე. მშვიდობაში. ახლა კი გამოიცანი ორგუნმა რამაჩუკა. რადგან შენ ვერ უყიდე, მივხვდი რომ რაღაც მოხდა. ამის წყალობით ახლა ორი შედევრი მაქვს. ერთი შედევრი აუქციონზე გავიტანოთ. ძალადობის მსხვერპლი ქალების დასახმარებლად. არა, რას ამბობთ? ეს ჩემი მიმართ ძალადობა იქნება. როგორ შეეშინდა? ეილივ. დამეხმარებთ ხო? კარგი. ბევრჯერ დაგირეკე. ვიცი. მაგრამ მინდოდა მომხდარზე ცოტა დავფიქრებულიყავი. რა მოხდა ორგუნ? რა? ეგ შენ უნდა მითხრა. მთელი ღამე მასთან შენ გაატარე. თქვენი ცეცხლის გამოსახლი დაიწვა. მისმინე. არ ვიცი რა მოიფიქრე და რა შემადანაშაულებ. მაგრამ ეს ყველაფერი შენი გამოგონილია. თან ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს, რადგან არ მინდა დღეს ამ თემაზე ლაპარაკი. კარგი? გთხოვ. კარგი. ნუ ვილაპარაკებთ. ცხოვრება ნორმალურ კალაპოჩი ბრუნდება. თანის ნაძრელა იქ არის, სადაც მისი ადგილია. იამანი გაათავისუფლეს. სერეზებთან არის. როგორ ჩანს, თქვენც ჩემსავით ადრეულ ასაკში გახდით დედა. უნივერსიტეტის პირველ კურსზე ვიყავით, როცა დავქორწინდით. და მე ხთან მეც მათთან ერთად ვიჯექი. რა ხუმარა? ასე არ იყო? მართალია. 20 წლის ვიყავი მერტი რომ გავაჩინე. ღმერთო, ჯანმრთელი და დღეგრძელი იყოს. ამინ. არა, მე არ დავლევ. დედა ცუდად ხდება.
როცა ვსვამ ისეთ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე, თავს ვერ ვაკონტროლებ. მიხვდნენ. ჩემი ბიძაშვილიც ცუდად ხდება, როცა სვამს. ორგანიზმში ენდორფინების დონე ეზრდება, თუ რაღაცა მის მსგავსი. ერთი ჭიქის მერე თვრება. ალბათ ეგ მეზრდება ორგანიზმში, არა იამან? პროფესიით მომღერალი ხართ? რას ამბობთ? რა მომღერალი მე ვარ? ჩემთვის მღერი. შვილების სიმღერით გავზარდე. პურის ფულსაც ამით ვშეულობდი. ახალგაზრდობაში კონკურსშიც გაიმარჯვეთ. ბავშვობაში უფრო სწორედ როცა იზრდებოდით. ნუ ხელა, რა თქმა უნდა, ახალგაზრდობაში. ახლა ასაკში ვარ. რას ამბობთ? იამანმა მითხრა რომ ძალიან სასიამოვნო ხმა გაქვთ. ხო. არ უყვარს როცა ვმღერი. ასე არ არის? სულაც არა, უბრალოდ არ მინდა ღამე იმუშაო. დღისით მომუშავე ღამის კლუბი ხომ არ არსებობს. გმადლობთ, საჭირო არ იყო. გემრიელად მიირთვით. დალიეთ და წავიდეთ. კარგი. იამანს აქედან წასვლა უნდა. ეგ რა შუაშია? ასეთი რამართ და მსიზმრებია. ნუ თუ აქედან წასვლა შეიძლება. კედლის აგურიც კი გავხდებოდი, ოღონდ აქ დაგრჩენილიყავი. თქვენი ნახვა ყოველთვის გაგვიხარდება. ძალიან დიდი მადლობა. არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. იმ დღეს როცა დამიჭირეს, ბატონ სელიმს ვემუდარებოდი, რომ ჩემ შვილზე ეზრუნა. ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოთ. ძალიან კეთილი ადამიანები ხართ. კალბატონო ნევინ. სანამ აქ ხართ, მინდა იამანს რაღაც შევთავაზო. მინდა რომ იამანი აქ დარჩეს. უმაღლესი ქულა გაქვს და უნივერსიტეტისთვის მისაღებია. კარგ სასწავლებელზე რა სიტყვი. მაგალითად, ასიმ შეკიპკაიას უნივერსიტეტი. ხო. არის საშუალება რომ მთლიანად დავაფინანსოთ. აი ეს მესმის. ოღონდ იმ შემთხვევაში თუ პრობლემა არ ექნება. რა სიტყვი? რა უნდა თქვას? თანახმაა. მადლობა ღმერთს. იამან? რა თქმა უნდა, მაგარია. თავარია ჩავაბარო და სრული სტიპენდია მქონდეს. ჩააბარებ, წერტილი.com. სულ ეს არის. რადგან უნივერსიტეტი ახლოს არის, აქ ცხოვრება მოგიწევს. არა, ვივლი ხოლმე. აი შენი შანსი. იმეცადინე და ჩააბარე, კარგი? კარგი. ასეთი წყალობა რიდა ვიმსახურე. ჩემმა შვილმა ასეთი ხალხი გაიცნო. ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია. ყველაფერი რიგზია რა? გავსვარდით? ამჯერად გაგემართლა ბატონო ფარუკ. შემდეგში საქმე სხვაგვარად იქნება. შემდეგი აღარ იქნება. უკვე ჩაიცვი? მეც მალე ჩავიცვა. ხო, ჩემს ოთახში ადი. ზემოთ არავინაა. კარგი. მირა, საფარი აქედან წაიყვანე, გთხოვ. კარგი. საფარი, მოდი აქ, ჩემო კარგო. მოდი. ჩემო ჭკვიანო. იმედი მთელი საღამო უხასიათოდ არ იქნები, არა? მაპატიეთო შეიძლება, მაგრამ ცუდ ხასიათზე ვარ. იცი თქვენი პრობლემა რა არის? ძალიან ადრე შეგიყვარდათ ერთმანეთი. ორივეს. მეც ასე დამემართა. მაგრამ ფარუგმა უკან არ დაიხია. მაშინვე დავქორწინდით. ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩვენს ცხოვრებაში.
ყოველთვის ამბობდა, რომ ინჟინერი უნდა გახდეო. არქიტექტორი. დიდი მადლობა. ვფიქრობდი, რა კარგი იქნებოდა, რომ მორჩა დედა. ახლა იმედი მეც გამიჩნდა. ვიცი, რომ ისწავლის და თქვენსავით ინჟინერი ან არქიტექტორი გახდება. იმედია. დედა ჩემი ოცნებობს. შენ უნდა იოცნებო, შენ. რა თქმა უნდა, შვილო. დაემოკეტონ იმათ, ვინც ამბობდა, რომ ძმის კვალს გაყვებაო. გაიქეცი. მიდი, გაიქეცი. მიდი. საფარი. მოდი აქ, გთხოვ. მორჩა. წავედით. მოდი აქ, მოდი. ჩვენი ბალახის მტერი. მოდი. მოდი ჩემთან. უკაცრავად, ისევ გამოიქცა. საფარის ძალიან ვუყვარვართ. გამარჯობა. გაგიმარჯოს. შეხედე, იამანი. ვხედავ. კარგად ხარ? კარგად შენ? ძალიან შეგვაშინე. მე შემეშინდა. მამა, ერთი წუთით. მომზადება როგორ მიდის? კარგად, თითქმის ყველაფერი მზად არის. იმას ნუ მთხოვ, ვისი გაკეთებაც არ შემიძლია. მამა, გთხოვ, იამანი არ გაუშვა. თუ გიყვარვარ, აქ დარჩეს. ერთი ღამე მაინც, გთხოვ. მობრძანდით, არ დააგვიანოთ. თქვენი სტუმრებიც მოვიდნენ. ხო, მართლა, მირა მქვია, გამარჯობა. გაგიმარჯოს. ქალბატონი ნევინია, იამანის დედა. მართლა? სასიამოვნოა. ჩემთვისაც. შენ რა ლამაზი, თქვენ რა ლამაზი სახელი ქვიათ. თქვენსავით ლამაზი. გმადლობთ. მირა? საფარი, მიდი ჩემო კარგო, ისევ გამოიქცა. მოვედი რომ ენახა სად იყავით, მაგრამ როგორ ჩანს, პრობლემები გრძელდება. Görüyorum ki burada problem hala sürüyormuş. პრობლემა არ არსებობს. პირიქით. შეცდომების გამოსწორებას აღნიშნავთ სუდე. ნუ ღელავ. ცოტა მოგვიანებით ბაზრობაზე სტუმრებთან ერთად გესტუმრებით. რა ბაზრობა? ფონდის იუბილესთან დაკავშირებით ბაზრობა იმართება, რომლის პრეზიდენტიც ჩემი მეუღლის მამაა. ეს ყველაფერი სტუდენტთან ჩატარდება. საქველმოქმედო საღამოა. ყველანი იქ იქნებიან. რაც მთავარია, ბატონი ასი მიმოვა. რა თქმა უნდა, შესანიშნავია. თითქმის მზად ვართ. გარგი. გელოდებით. O zaman. წამოდი მირა. შეხვედრამდე. რა მოხდა? მერე დაგელაპარაკები. დედა შენს თავისი ოთახი აჩვენე. მე კი შხაპს მივიღებ. არა, მე ჩვენ წავალთ. მამა, ბატონო სელიმ, მართლა უნდა წავიდეთ. ასე თუ წახვალ, ვიფიქრებენ რომ დამნაშავე ხარ და გაიქეცი. მთელი ოჯახით თუ წავალთ. უпростоრად ყველა ერთად იფიქრებენ რომ ტყუილად დაგდეს ბრალი. და ემოკეტონ იმათ, ვინც შენს შუმად საქმეებს ხმართავდნენ. თქვენს ადგილას მერც უარს არ ვეთყოდი. რადგან ასეა, ბაზრობაზე ერთად წავიდეთ. ხო, მაგრამ ამ კაბაში ჩემი ჩაცმულობა შესაფერისი არ არის. არ მინდა ჩემ გამო შეგრცხვეთ. ამის მოგვარება იოლია. ასეთ კაბაში ადამიანი გრძნობს, რომ მდიდარია. ვირფასო. ამაზე მე ვილაპარაკოთ. ქსოვილიც კი სხვანაირია. ჯანდაბა, სიმდიდრეს იოლად ეჩვევი. ერთი შენზე, ერთი ჩემზე. იქნებ დრო აგაჩერდე. შევთანხმდით.
კარგად გაერთით. ბაზრობას ამას ეძახიან? კარგი რა. დედა, წელზუდერეში წელიწადში 6 ჯერ ტარდება ბაზრობა და ამაზე 100 ჯერ უკეთესია. Bir de buna 10 basar. წვენს დავლევთ. გამარჯობა. ელიულ, მამა შენი არ გინახავს, გეძებდა. გამზე, მოდი ხვის ჭუჭულებით ერთად მოვივლით. კურსით მარცხნივ, შენგან მარჯვნივ. ამდენი მდიდარი ადამიანი ერთად არ მინახავს. დედა, აქ იყავი და არც წახვიდე. ახლა მე მოვან, კარგი? გმადლობთ. ალბათ ძალიან გინდა რომ ნამდვილი იარაღი იყოს. შენზე ტყვიების დახარჯვა დასანანია. მირაზე ეჭვიანობ? წადი აქედან. ჩვენ შორის არაფერი მოხდარა. ყველაფერი გასაგებია. ალბათ კარგად ვერ გცემე. თუ გინდა ისეთ ადგილას გავაგზავნოთ, სადაც ხანძრის გაჩენის საშიშროება არ არის. შენგან მადლობის ხმას ნამდვილად არ ველი. მაგრამ მადლობელი ვარ, რომ დაბრუნდი და იქიდან გამომიყვანე. წადი აქედან. ორგონ, ადამიანმა რომელმაც ბოდიში ყველას უნდა მოუხადოს, ასეთი აგრესიული არ უნდა იყოს. გვესმის რომ იამანის დანახვა არავის ეს იამოვნა. ალბათ შენი ოჯახიც იგივეს ფიქრობს. სიმართლე რომ იცოდნენ, იმედი გაუცრუდებოდათ. დარწმუნებული ვარ. მაგრამ რადგან იამანი არაფერს ამბობს, მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. გასაგებია? ძალიან მინდა გაუგო, მაგრამ მიხარია ამის მოსმენა. მაგრამ ბედნიერი ვიქნებოდი, თუ სახლის აღდგენაში ორივე მიიღებდით მონაწილეობას. სმავდებული არ ვარ ანგარიში ჩაგაბარო. მაგრამ მირა რომ არაფერში დაადანაშაულო, პირდაპირ გეტყვი. ისეთი არაფერი მომხდარა, რასაც შენ ფიქრობ. ღმერთო, ისევ მოვიგე. გილოცავთ. გმადლობთ. ძვირფასო. გამარჯობა, გაგიმარჯოს. კიდევ ერთხელ. რას გრძნობ, როცა შენი შედევრით ტკბები? თქვენის ნებართვით. დადგა დრო ერთმანეთი გავიცნოთ. ასიმ შეკიპ კაია. გამარჯობა. ფილმი გახმოვანებულია ტელეკომპანია იმედის მიერ.